მოგესალმებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივიის საერთაშორისო მხარდაჭერით, პროექტის მისი ხმის ფარგლებში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო Z. პროექტის მისი ხმის ფარგლებში შეიქმნა 12 სათემო რადიო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი რადიოს მოსმენა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდზე HerVoice-G. ჩვენ კი შევეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა და ერთად გატარებული დრო იყოს დასამახსოვრებელი. თქვენთვის ეთერში მუშაობს ნინო ფატარიძე. რუბრიკა პორტრეტებით გაგაცნობთ ჩვენს გვერდით მცხოვრები ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, თუმცა მათი საქმიანობით და ისტორიებით გამორჩეულ ქალებს. რუბრიკა პორტრეტებით გაგაცნობთ ჩვენს გვერდით მცხოვრები ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, თუმცა მათი საქმიანობით და ისტორიებით გამორჩეულ ქალებს. რუბრიკა მოამზადა მოხალისე ჟურნალისტმა სალომე ბერძენიძემ. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენთან ერთად დღეს არის თეა გველესიანი, ფსიქოლოგიის დოქტორი და ტრენინგ კონსულტანტი. მოგესალმებით. მოგესალმებით. გვაინტერესებს მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოსვლისთვის. მაინტერესებს, რა მიგაჩნიათ ფსიქოლოგიის მთავარ გამოწვევებად თანამედროვე სამყაროში? თანამედროვე სამყაროში, მე მგონი ყველა სფეროში და მათ შორის ფსიქოლოგიაშიც გამოწვევა არის ეს გლობალიზაცია, ტექნიკური პროგრესი, გაციფრულდა ვთქვათ სამყარო და აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის ურთიერთობები ყალიბდება ადამიანებს შორის, ახალი შრომითი ურთიერთობები იქმნება, ახალი პოზიციები იქნება და იცვლება ზოგადად ცხოვრების ტემპი და სტილიც. ჩვენ ვიცით, რომ ასწავლით უნივერსიტეტში და ხართ ლექტორი და გვაინტერესებს, რომელ უნივერსიტეტში ასწავლით და რა მთავარი ღირებულებები გეხმარებათ როგორც ლექტორ სტუდენტებთან ურთიერთობაში? მე ვასწავლი ჯიპაში და ვასწავლე ესე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და ფასეულობები, რომლებიც მეხმარება სტუდენტებთან ურთიერთობაში არის ზოგადად ადამიანების სიყვარული და პროფესიული პასუხისმგებლობა და ის, რომ ცოდნის გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და დაინტერესებული სტუდენტებისთვის ყოველთვის ვსადვარ, რომ მათთვის საინტერესო ინფორმაცია კომფორტულ გარემოში იყოს გადაცემული. მადლობა და გვაინტერესებს, რას ეტყოდით მომავალ ლექტორებს, რომლებსაც სურთ წარმატება განათლების სფეროში? მომავალ ლექტორებს ალბათ ყოველს თავისი რაღაც სტილი ექნება და ის თუ როგორ ურთიერთობა ურჩევნია სტუდენტებთან. მე ალბათ ურჩევდი, რომ თანამშრომლობა სტუდენტებთან არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტრატეგია, რაც კი შეიძლება ლექტორმა აარჩიოს და ინტერაქტიული პროცესი, რომელიც უფრო მეტ ჩართულობას იწვევს სტუდენტებისას, ანუ ეს სასწავლო პროცესი იყოს აწყობილი ისე, რომ თვითონ სტუდენტები აქტიურად ღებულობდნენ მასში მონაწილეობას. ამას ურჩევთ. როგორ იქცა ფსიქოლოგიის სფერო თქვენი პროფესიული როგორ იქცა ფსიქოლოგიის სფერო თქვენი პროფესიული და აკადემიური ინტერესების ობიექტად? ძალიან საინტერესო კითხვა, მადლობა. როდესაც პროფესიას ვირჩევდი, თავიდან არქიტექტორობა მინდოდა, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ მომეჩვენა, რომ არქიტექტორობა უფრო რთული იქნებოდა, ან უფრო ფსიქოლოგიით დავინტერესდი მაგ პერიოდში და გადავწყვიტე, რომ დიზაინერი იქნებოდი, რომელსაც სჭირდება თან ეს ფსიქოლოგიის ცოდნა და ადამიანების შესწავლა და მათთვის დიზაინის კეთება და
აქედან გამომდინარე, გადავწყვეტე, რომ ჩავებარებინე ფსიქოლოგიურზე და შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა, სადაც კიდევ უფრო მეტი გავიგე, ვიდრე მხოლოდ დიზაინი შეიძლება იყოს სასარგებლო, ვთქვათ, ადამიანების ცხოვრების უკეთმოსაწყობად და ეს ადამიანები როგორ გზნობენ თავს ორგანიზაციაში, როგორ უნდა იყოს ეს შრომითი ურთიერთობები, რომ ორგანიზაციისთვისაც მოიტანოს სარგებელი და თვითონ ადამიანები კარგად გრძნობდნენ ორგანიზაციაში თავს, აი ეს სფერო გახდა ჩემთვის საინტერესო და მე პრაქტიკულად აი როგორც ტრენერ კონსულტანტი ბევრი ორგანიზაციისთვის მაქვს ტრენინგი ჩატარებული და ამ ტრენინგებზე მიღებულმა გამოცდილება მე მივიწყა რომ დოქტორანტურაშიც ჩავემარებია და ის რასაც პრაქტიკულად ხედავდი ადამიანები რა ტიპის პრობლემებს აწყდებოდნენ განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, სადაც მათი საქმიანობა უკავშირდებოდა ემოციების მართვას და ამ ემოციების მართვას ზოგი კარგად უკლავდებოდა, ზოგი ნაკლებად და ეს მათ ჯანმრთელობასაც კი გავლენას ახდენდა, იმიტომ რომ პროფესიულ განვითარებას უკავშირდებოდა და დავინტერესდი, რომ ეს ენახა უკვე აკადემიურ დონეზე კვლევის სახით და დამედგინა ის ცვლადები, რომელიც შეუძლია ორგანიზაციას აკონტროლოს და დაეხმაროს თავის თანამშრომლებს, რომ ისე შეესრულონ თავიანთი სამუშაო, თან ორგანიზაციის მიზნები იყოს მიღწეული, მაგრამ ამავდროულად მათ ჯანმრთელობას არ ემუქრებოდეს არანაირი საფრთხე და თვითონაც პროფესიულად გადამწვარი კი არ იყვნენ, არამედ კარგად გრძნობდნენ თავს. და აი აქედან გამომდინარე უკვე ჩემი სადოქტორო ნამუშევარი სწორედ ამას ეძღვნება. მადლობა და ბოლო კითხვა იქნება ასეთი. როგორია თქვენი ხედვა ფსიქოლოგიის მონალის მიმართ, როგორც ინდივიდუალურ კონსულტაციებში, ისე განათლებასა და ტრენინგებში? აი ტექნიკური განვითარება, რომელიც ერთის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, თვალსაზრისით, რომ ბევრი ინფორმაცია ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება და თქვათ არ არის აუცილებელი ტრენინგს და ეს ინფორმაცია ტელეფონიდან შეიძლება ძალიან ბევრი მიიღოს და ეხლა მას ვიყენებს ბევრი, თქვათ, იგივე ფსიქოლოგიურ თემასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია, რომ ადამიანი გაეცნოს და ეს ინდივიდუალური კონსულტირებაც უკვე ადამიანებს, ასე ვთქვათ, თავის კონსულტანტებით შეუძლია იყონ და დაეყრდნონ ამ ინფორმაციას. ერთი აქ საშიშროება არის, რომ იცოდნენ წყარო, საიდან იღებენ ამ ინფორმაციას, რომ ეს ამ ინფორმაციის საფუძველზე ნამდვილად მათთვის სასარგებლო რაღაცა ტიპის ცვლილებები განახორციელონ. პროფესიული ჩარევა მაინც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, თუნდაც რეკომენდაციის, სწორი რეკომენდაციების მიღება და ცოტა საშიშროებას მან ხედავ, თორემ მეორეს მხრივ აი ეს ხელმისაწვდომობა ძალიან გაზრდილია და კარგია. იგივე ტრენინგების თვალსაზრისით ეხლა ადამიანებს შეუძლია ტელეფონით მიიღოს რაღაც ბევრი კურსი გაიაროს, მხოლოდ ინტერნეტი და ტელეფონი არის ამისთვის საჭირო. ოღონდ ერთ კიდევ დიდ პრობლემას უკავშირდება ეს, რომელიც არის იზოლაცია. ამ ინდივიდუალურად ადამიანს როდესაც შეუძლია ინფორმაციასთან ცდომა ჰქონდეს, ის შორდება კონკრეტულ ფიზიკურ ურთიერთობას ადამიანებს შორის, რაც ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ ეს ინტერპერსონალური ურთიერთობები ძალიან დამხმარე ხდება ადამიანებისთვის და იგივე ორგანიზაციაში მაგალითად შრომით კმაყოფილების ერთ-ერთი განსაზღვრელი არის ხოლმე არის თუ არა ადამიანი ორგანიზაციაში სოციალური ურთიერთობებით კმაყოფილი, იმიტომ რომ ასე იღებს ის მხარდაჭერას კოლეგებისგან და ეს მხარდაჭერა მას ეხმარება რომ უფრო უკეთეს გააკეთოს სამუშაო. ჩვეულებრივ თვალყებთ ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაშიც და პროფესიულშიც ადამიანს ჭირდება, რომ ეს მხარდაჭერა გქონდეს და მინიმუმ ეს ინტერაქცია გქონდეს ცოცხლად ადამიანებთან და აი ამ ტექნოლოგიურმა პროგრესმა კიდე ცოტა მივდივართ იქითკენ, რომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს იზოლაციის პრობლემა შეიძლება ძალიან მწვავედ დადგეს მომავალში და აი ის რომ იყოს შესაძლებლობაც და წახალისებულიც ცოცხლად ადამიანებს შორის ურთიერთობა აი ამას გავუწევთ ძალიან რეკომენდაციას. და ხო ცოტა შიში მაქვს, რომ ეს იზოლაცია და მარტო იგრძნოს ადამიანმა თავი ეს შეიძლება დადგეს ეს საკითხი. მადლობა დიდი. თქვენ მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
ჩვენი დღევანდელი ეთერი დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და უკეთესი მომდევნო დღეების იმედით. ბოლოს კი გიტოვებთ სერიალს, რომელიც ვფიქრობ სასიამოვნო განწყობას შეგინარჩუნებთ. გამარჯობა, ისმის ჩემი ხმა, მე ვარ კატო 6 წლის. ეს ჩემი და ჩემი მეგობრების რადიოა. მალე იმათაც გაგაცნობთ. ელენე, მარიტა, ნატალია, ნინა, ტაკო, ნიკო, იულია, ნუა. მოკლედ ყველას გაგაცნობთ. წელს სკოლაშიც მივდივარ. მართალი არავინ მეკითხება, რომელი სკოლა მირჩევნია, ფრანგული, ინგლისური, გერმანული თუ ქართული, ან საერთოდ მინდა თუ არა სკოლაში წასვლა. მაგრამ რას ვიზავთ? ჩემს დაბადების დღემდე ძალიან ცოტა დარჩა. ვისაც მე ჩავთვლი საჭიროდ და ვისაც ვენდობი. მარტო ისინი იქნებიან ჩემს დაბადების დღეზე. დიახ, ვიცი ზუსტად ახლა რა გაიფიქრეთ. ჯერ 7 წლისაც არ არის. და მან რა იცის? ვის ენდოს და ვის არა. ძალიან კარგად ვარჩევ კეთილ და ცუდ ადამიანებს და მარტო მე კი არა. აბა დააკვირდით სულ პატარებსაც. კარგად დააკვირდით. როცა უფროსი ადამიანი თავზე ხელს უსვამს, ზოგს აძლევს ამ უფლებას, ზოგს არა. და ისე იშორებს ხელის საქმევით. ზემოთაც არ იყურება. ხო ასეა. ეს მერე რომ მისდებიან ადამიანები, ვეღარ არჩევენ კეთილ და ბოროტ ადამიანებს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ადვილად არჩევს კარგს და ცუდს. აი თუ არ გჯერათ. მარიტას ვკითხავ ახლა. ის ჩვენ შორის ყველაზე პატარაა. მარიტა დედა როგორია? კარგია. მამა? კარგია. ურსულა? ცუდია. კრუელა? ცუდია. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ყველა ის ცოდნა გაგიზიაროთ, რაც აქამდე დავაგროვეთ. სანამ სკოლაში წავალთ და ყველაფერი დაგვავიწყდება. ჩვენ პირველ რიგში თქვენთვის გავხსენით ეს რადიო. რომ მოგვისმინოთ! თქვენ უკვე დიდი ხანია დაგავიწყდათ. რამდენი რამე იცოდით, როცა ჩვენი ტოლები იყავით. ამიტომაც დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ ძალიან გჭირდება ჩვენი დახმარება. ჯერ სახელწოდება ვერ მოვიფიქრეთ, ჩვენი რადიოსი, მაგრამ არა უშავს. თქვენც იფიქრეთ ამაზე. ეს რადიო მე ჩემ მეგობრების დახმარებით გავხსენი. არც ისე რთული იყო. ინტერნეტში სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდეც შვენივრად შევდიოდი და გამოვდიოდი. და რაც მინდოდა იმასაც პოულობდი და თუ რამეს ვერ ვაკეთებ, ჩემ უფროს დას და ძმას ვეკითხები. მართალია მიწევს მათი დაჯღანული სახეების ატანა, მაგრამ საქმისთვის ყველაფერს ვითმევთ. მეც და ჩემი მეგობრებიც. ელენეს თეთრ კარავში გაჩნდა ეს იდეა და იქ რომ შევძრებით, მე, ელენე და ნინა და უფროსებს რომ გონიათ, რომ იქ ბარბებით და პოლებით ვთამაშობ, ვიღებთ ჩუმად ვინმეს ტელეფონს, ან პლანშეტს და ასე კეთდება დიდი საქმეები. ახლა კი ჩემ ოჯახზე. ჩვენ გვაქვს დიდი ოჯახი, სადაც ერთად ცხოვრობთ. მე დედაჩემი ნინი, ჩემი მამი კოლაშა, ჩემი უფროსი და ანა, ძმა სანდრო და ბებია ჩემი ეკატერინა. ვის გამოც მქვია
ეს სახელი, მაგრამ მე ყველა კატოს მეძახის. ბებო ჩემზე ზუსტად 60 წლით არის უფროსი, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყველაზე კარგად ესმის ჩემი. ეხლა კი ვფრობ. ახლოს რომ გაგაცნოთ, ცოტა ხნით საბზარეულოში შევიხედოთ. ხედავთ რომ ახლა დაძაბულობა ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები ცდილობენ ავიდნენ დედა რა ხდება ეს რა ამბავია სად ახარ ხალხო სად გაცივდა ყველაფერი ნინი ლაშა კატო მოდი ბებო მოდი ეს ჩემი ბებოა დროზე გაცივდა ყველაფერი რა მიირთვით აი ფაფაც გავაკეთე არ მინდა ფაფა მაშინ აი ეს კარტოფილის ღვეზელი ბებო ისეთი გემრიელია ისეთი რომ გაგიჟდები ჩემი ლურჯი პერანგი სად არის ვერსად ვერ ვიპოვე არ არის არც კარადაში არც საკიდზე დარწმუნებული ვარ თავის ადგილზე კიდია ის პერანგი მაგვიანდება ხალხო დროზე კაცო არც ერთი არ ჭამ აბა რისთვის ვაკეთებ მე ამ ყველაფერს ვერ გავიგე ჰა რისთვის ვაკეთებ არ მინდა ეს ღვეზელი ამ დილაადრია ავადამისხთ ეს ბაბაჩებია სულ რაღაცას ეძებს სულ რაღაც არ მოსწონს კაი რა გოგო სადმე დავსხდეთ და მომიყევი რა ჩაი დავლიოთ ერთად კატო დროზე გვაგვიანდება ეს დედა ჩემია სულ ტელეფონზე ლაპარაკობს და სულ დიეტაზეა არ ვიცი რა თუნდა ეს დიეტა ისედაც ისეთი გამხდარია კატო მოდი შენ მაინც შეჭამე რა ბებო ნუ მელაპარაკები როგორც პატარა ბავშვს არ მშია არ მინდა დამანებეთ თავი ეხლა კი საბავშვო ბაღში ვივდივარ დანარჩენ სხვა დროს მოგიყვებით აბა კარგად დროებით